ის ფიქრები, რაც თქვენ გაწუხებთ, არ არსებობს. საბოლოოდ, კვლევა არის ჩატარებული არაერთი, თუ რაზე რეაგირებს მაგალითად ადამიანის ტვინი. ჩვენ ადამიანებს ხშირად გვიყვარს აბსტრაქტული აზროვნება და თეორიების შექმნა. და ადამიანს, როდესაც უარყოფ რაღაც აბსტრაქტულ კონსტრუქტს, რისიც ჯერა, იმაზე გაცილებით უფრო ძიმეთ რეაგირებს, ვიდრე იმაზე, რაც მართლა რეალურია. მაგალითად, მე რო გითხრათ თქვენ რომ ხართ ცუდი ადამიანი, გაცილებით უფრო გაბრაზდებით და არ დამეთანხმებით, ვიდრე რო ვთქვა, რომ ეს მაგიდა არ არსებობს, მაგალითად, ხო? მაშინ როცა ცუდი ადამიანის აღქმა შეიძლება იყოს მილიონაირი და მაგიდა მართლა არსებობს. და სხვადასხვა ნეირობიოლოგიური კვლევებით დადგინდა, რომ მედიტაცია ტვინში შედარებით ახშობს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელია აბსტრაქტულ ან თეორიის შექმნის საკითხებზე. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აბსტრაქტული აზროვნება არ გვექნება, ძალიან საჭირო ადამიანისთვის ბუნებრივია, მაგრამ მეტად უახლოვდება გარკვეული პრაქტიკების შემდეგ ადამიანი რეალობას.